მოგესალმებით მეგობრებო საღამოშიდობისა საინტერესო ამბები ხდება ჩვენს სამშობლოში და ქართული ოცნების თავს შავი ღრუბლები იმაზე სწრაფად იკრებს ძალას ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა BBC-ს დოკუმენტურ ფილმს ანუ ჟურნალისტურ გამოძიებას მინდა ისევ შევეხო და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეს პროცესი ძალიან წარედ არის დაძრული და მე შევეცდები ძალიან მარტივად აგიხსნათ ის ამბები რაც შეიძლება ასე ერთად მარტივად არ იყოს ჩვენს რეალობაში აღქმული. მაგალითად, ამ დღეებში გუშინ წინ გამოვიდა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ის შეშფოთებული არის BBC-ს დოკუმენტური ფილმით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შესაბამისი ანგარიში ჩააბაროს ქიმიური იარაღის კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს არის უპრეცედენტო რამ საქართველოს ისტორიაშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუკვირდით, ბრიტანეთის ოფიციალური პირი, სახელმწიფო მინისტრი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანუ ზუსტად ასეთი მოწოდებები ჰქონდათ სადამ ჰუსეინებსა და ბაშარ ალ-ასადის დიქტატორულ რეჟიმებს. გესმით ხო, სადაც გათანაბრებული უკვე საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს მიუკერძოებელი ანალიზი. ანუ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მართლ კოცბანდას ოფიციალური პრეტენზიები წაუყენა. მოქმედმა მინისტრმა. მანამდე არც ერთ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს მსგავსი რამ არ უთქვია. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ პროცესი იმაზე სერიოზულად არის დაძრული, ვიდრე პირადად მეც წარმომედგინა ასე სწრაფ რეაქციას მართლა არ მოველოდი. და ეს რომ მართლა უმძიმესი პროცესი არის დიდი მატარებელივით დაძრული, ამას თავად ქოცებიც ადასტურებენ იმ ისტორიიდან გამომდინარე, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს. დღეს ეგრეთ წოდებული პრემიერი ყობახიძე გამოვიდა და უშვერი სიტყვებით აგინა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას. მან დიდი ბრიტანეთის ელჩს უწოდა ღირსება აყრილი ქვეყნის წარმომადგენელი, არაფერს არ ვამეტებ, ციტატა არის ეს. ყობახიძემ დიდი ბრიტანეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, ღირსება აყრილ ქვეყნად მოიხსენია. მიაქციეთ ყურადღება, პრემიერ-მინისტრი რო ქვია ყობახიძემ, ანუ მან საქართველოს სახელით, საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სახელით დიდი ბრიტანეთი ღირსება აყრილ ქვეყნად მოიხსენია. ამას პუტინის უკანასკნელი პროპაგანდონიც კი არ აკეთებს, მიუხედავად მათი რუსების მხრიდან ზიზღისა დიდი ბრიტანეთისადმი. ანუ ყობახიძეს ასეთი ისტერია რას მოწმობს? ეს არის გამოძახილი ზუსტად იმისა, რაც თქვა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, რომ ბიჭებო, თქვენ მოგიწევთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების გარკვევა ქართველი ხალხის მასობრივ მოწამვლაზე ქიმიური იარაღით. სადამ ჰუსეინი და ბაშარ ალ-ასადი ერთი ჩამოკიდეს თოგზე, იცით? თავის ბიძაშვილ ქიმიურ ალისთან ერთად, რომელმაც დაწამლა მასობრივად ერაყელი ქურთები და მეორე მოსკოვში არის გაქცეული, წკიბზე გაასწრო.
და იქ პუტინს ყავს მძევლად მისი მილიარდები კი ჩაჯიბული აქვს რუსეთს, რაც მოასწრო გატანა ასადმა. კიდევ ერთი მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ფორმულასთან ინტერვიუში ამ 2 დღის წინ განაცხადა გედედეს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლაშა შერგელაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი წყარო იყო BBC-ს ჟურნალისტური გამოძიებისა. ანუ ეს არის შეგახსენებთ ადამიანი, რომელმაც მას მიაწოდა BBC-ს მიაწოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების შესახებ. ეს დოკუმენტები გამოქვეყნდა რა კონკრეტული კოდირების ქიმიური იარაღი გამოიყენეს ხალხის დასარბევად და დასაშლელად და დაწამლად, ხო? აი ამ ლაშა შერგილაშვილმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა. შეგახსენებთ. მე მივხვდი რომ მე არა ვარ ერთ-ერთი წყაროო BBC-სო. იმიტომ რომ ისინი რამდენჯერმე იყვნენ ჩემთან ჩამოსულები და მე გაოგნებული დავრჩი რომ მათ წყლის ჭავლის მანქანის მძღოლები და ოპერატორებიც კი იციანო. ეს ერთი. მეორე, ლაშა შერგელაშვილმა თქვა ისიც რომ მე რამდენიღაც ჩამოსვლაზე მასთან უკვე ჟურნალისტები კი არ იყვნენ BBC-ს საგამოძიებო ოფისის ჟურნალისტები, არამედ BBC-ს იურისტები. დააკვირდით რა მნიშვნელოვანი მომენტია მეგობრებო? BBC-ს იურისტები ჩამოვიდნენ ჩემთან და გაიარეს ყველა იურიდიული პროცედურა, რაც მე როგორც ჰააგის ტრიბუნალის მომავალ მოწმეს გამომადგებოდაო. და პირადად მითხრეს კიდეც რომ თქვენ უნდა იყოთ მზად იმისათვის რომ ჰააგის ტრიბუნალის მოწმედ წარდგებითო. ანუ განმარტავ BBC-ს გამოძიება, რომელიც დაახლოებით 9 წელი გრძელდებოდა, ეს არ იყო უცბად შეთითხნილი რაღაც უბედურება, ისინი საფუძვლიანად იკვლევდნენ ყველაფერს. იურიდიულ ნიუანსებშიც კი ყველაფერი გათვლილი აქვთ. ამას მოწმობს რომ BBC-ს ოფისის იურისტებიც კი სტუმრობდნენ ამ ზემოხსენებულ ოქროს მოწმეს ლაშა შერგილაშვილის გედედეს ყოფილ მაღალჩინოსანს და მათ ზუსტად იციან BBC-მ ზუსტად იცის რომ არ შეიძლება ასეთ საქმეში, როდესაც საქმე ეხება უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულს უცხო ქვეყანაში თან მომხდარს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით არ იყოს გათვლილი იურიდიულ ნიუანსების ჩათვლით. იმიტომ რომ საქმე მართლა ჰააგის ტრიბუნალზე გადის. და BBC-ს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი რეპუტაცია დააყენოს ეჭქვეშ მთელი მსოფლიოს წინაშე. შეგახსენებთ, BBC არ არის უბრალოდ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს არის მსოფლიო მაუწყებელი, ეს არის გლობალური მედია. კარგად თქვა რომელიღაც ქოცმა პროპაგანდონმა გამიკვირდა ლონდონში რო ვიყავი ჩასულიო BBC-ს ოფისი ბრიტანეთის პარლამენტზე ბევრად დიდი შენობა არისო. კი, ასე არის. ჯერ ერთი იმიტომ რომ ბრიტანეთის პარლამენტი საუკუნეების წინ არის აშენებული და შესაბამისად იქ მრავალსართულიანი სათამბჯენი ვერ იქნებოდა. მეორეც BBC მსოფლიო მაუწყებელი არის. BBC World Service მსოფლიოზე მაუწყებლობს. და მე არ ვიცი ახლა მასზე ავტორიტეტული და დიდი ორგანიზაცია, გავლენიანი ორგანიზაცია მსოფლიო მედიებს შორის არ არსებობს. და ის BBC რომელიღაც საქართველოს მართველი ბანდის საკმილად ვერ ჩაიგდებს საკუთარ რეპუტაციას, ხო? არ არის ასე, არ ხდება ასე. რომ BBC-მ რაღაცა ტყუილად გააკეთოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, BBC-ს დოკუმენტურ ფილმში რაც მოხდა, აშკარად ორი იმდენი მათ ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ.
და უფრო დიდი და უფრო მწარე მტკიცებულებები აქვთ. და ყველაფერსო თავი დავანებოთ. მარტივად გეტყვით ერთ რამეს. სუსის გამოძიება ეს სამარცხვინო მიხლაფორთებული ამბავი, რომელიც მდინარაძემ 5 დღეში მოახლაფორთა და თქვა, რომ აი ჩვენ ვიყენებდით ამა და ამ ნივთიერებას და რომელიც არ არის ლეტალური და აკრძალული. აქ რა არის ნიუანსი? ძაღლისთავის სად არის დამარხული? სუსის გამოძიებაში ნათქვამია, რომ ისინი იყენებდნენ არალეტალურ და არალეტალურ და ლეგალურ ქიმიურ ნაერთებს 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციების დაშლისას. მაგრამ მათ არაფერი არ უთქვიათ იმაზე, რას იყენებდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ანუ მთელი კვირის განმავლობაში. ეს მათ არ უთქვიათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუკვირდით. სუსის გამოძიებაში ნათქვამია, რა გამოიყენეს მათ 4-5 დეკემბრის დარბევებისას. და არაფერი არ არის ნათქვამი ამ გამოძიებაში, რა გამოიყენეს მათ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ანუ მთელი კვირის მანძილზე კიდევ. და ამასაც თავი დავანებოთ. სუფრის მარილი რო გამოიყენებინათ. წყალში გარეული. გადაჭარბებული დოზით და ინტენსივობით სუფრის მარილის გამოყენებაც კი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ეს არის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული მასობრივი წამება. ეს წამება არის, მეგობრებო, დემონსტრანტების დარბევა ძალის გადამეტებით თან მთელი 10 დღის განმავლობაში უზარმაზარი ინტენსივობით, თუნდაც დასაშვები ცრემლსადენი გაზით, ეს არის მასობრივ წამებასთან გაიგივებული დანაშაული, საერთაშორისო დანაშაული. და ესეც ხდება ჰააგის ტრიბუნალის კომპეტენციაში. ხო გასაგებად ვამბობ, მეგობრებო. წყლის ჭაოში შერეული ქიმიური ნივთიერება უკვე არის საერთაშორისო კონვენციების დარღვევა და ძალის გადამეტებაც და ადამიანთა მასობრივი წამებაც, რადგან წყლის ჭაოში გარეული თუნდაც ციცაკის სპრეი და CS-ი ხუთავიაი ეგრეთ წოდებული ახანგძლივებს წარმოუდგენლად ახანგძლივებს იმ ეფექტს, რომელიც აქვს ჩვეულებრივი ციცაკის სპრეის, რომელიც 20 წუთის განმავლობაში აყოვნებს დემონსტრანტს. და აქ ლაპარაკია კვირების განმავლობაში წყლის ჭაულით და მომწავლელი აირებით ერთმანეთში არეულით დემონსტრანტების წამებაზე. აი ეს არის. ამას ვერ გაექცევა ქოცნება. და ძალიანაც კარგია, რომ ჩიჩილაკმა კობახიძემ უშვერი სიტყვებით აგინა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას. ღირსება აყრილი ქვეყანა უწოდა დიდ ბრიტანეთს უწოდა ღირსება აყრილი ქვეყანა. მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ-ერთ თანამედროვე არქიტექტორს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქვეყანას, რომელსაც შეერთებული შტატებიც კი უწევს ანგარიშს. და ეს პუტინ ხუილოც კი არ კადრულობს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მსგავსი გამონათქვამების გაკეთებას. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი და მალე, ვინც ბორია ივანიშვილის რუსულ ქოცბანდას დაუწესებს კატასტროფულ ფინანსურ სანქციებს და პლუს ამას, როგორც ჩანს, იქნება თავარი ორგანიზატორი, რომ ეს ბანდა წარდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის აკრძალული ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ქართველი ხალხის
10,000-ობით დემონსტრანტის მასობრივი წამების გამო. ეს არის მასობრივი წამება, კარგად დავიმახსოვროთ ეს. ქიმიური იარაღის გამოყენება არის ერთი უბედურება და მეორე უბედურება არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუნდაც ლეგალური აქციების დასაშლელი წიწაკის სპრეის გადამეტებული რაოდენობით დოზით და გადამეტებული ინტენსივობით გამოყენება. ეს მასობრივი წამება არის. ამიტომ ყველა შემთხვევაში ქართული ოცნების ბანდას დედა აღარ აყავს. და რაც უფრო მეტად აგინებენ ეს ქოც განდონები დიდი ბრიტანეთისა და მალე ალბათ სხვებსაც დაუწყებენ გინებას. ეს ძალიან კარგი არის. იმიტომ რომ სოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს რა არაადეკვატურ პათოლოგებთან აქვს საქმე. კობახიძემ დღეს გამოვიდა ისეც კითხვა, რომ ჩვენ არავინ არ დაგვირბევია, წყვილი არისო. კობახიძემ, რომლის ბანდამაც 500-მდე პოლიტპატიმარი ჩასვა ციხეში, ასობით მათგანს სახე აქვს დალეწილი, სახის ძოლები აქვს დალეწილი, რომლებმაც ქალები ათრიეს სახით მიწა ასფალტზე, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ხარებას ბანდები, უკვე დაკავებულ ქალებს და ასე შემდეგ, უსაზრისხეს რაღაცეებს ველაპარაკებოდნენ. და ეს ყველაფერი დოკუმენტირებული არის. აი ეს ადამიანი, ეს არარაობა უпроსტորად ამბობს, რომ ჩვენ არავინ არ დაგვირბევიაო. ეს ტყუილი არისო. აი ესეთ არაადეკვატურ ადამიანთან გვაქვს საქმე. ეს ბორია მამას ჩააბარა ვითომ საქართველოს მთავრობა. პათოლოგს. სოციოპატს, რომელსაც, ვიცი, მიმიკებიც კი არა აქვს ადეკვატური და ადამიანური. მე მგონი ამასაც ხედავს, ამასაც არ უნდა დიდი ფსიქოლოგობა და ფსიქიატრობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაავრცელოს ეს ვიდეო და გააგებინეთ ხალხს, რომ პროცესი დაიძრა. ბრიტანეთის ხელისუფლება ქართულ ოცნებას მიაქანებს მისი კუთვნილი ადგილისაკენ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის განსაზღვრების სკამზე. და კობახიძეები, ივანაშვილები, გვარგადაკეთებული და სხვები თავისივე შთამომავლებისაგან იქნებიან დაწყევლილები, რადგან მათი მოდგმა მალე სირცხვილისგან არა უბრალოდ საქართველოში ცხოვრებას ვეღარ შეძლებს, უცხოეთშიც კი დამალავენ ვისი შთამომავლები არიან. უცხოეთშიც კი დამალავენ ამათი შთამომავლები, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის ჯალათები და თანამედროვე სადამ ჰუსეინები და ბაშარ ალ-ასადები, რომლებმაც ქიმიური იარაღით მასობრივად დაწამლეს საკუთარი მოსახლეობა. კანცეროგენული კიბოს გამომწვევი ტრიქლორეთილენით, რომელიც გამოიყენება მძიმე მრეწველობაში, ლითონების გასაწმენდად და ისეც განსაკუთრებული დაცვის პირობებში, ჩაფხუტებით და უბედურებებით. მშვიდობიან მოსახლეობაზე ამის გამოყენება არის ექსპერიმენტი დოქტორ მენგელეს რო ქონდა აუშვიცის და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებზე სტეპს რომ ატარებდა. და როგორც მოექცნენ ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტურ გერმანიის წარმომადგენლებს, სხვათა შორის არა მხოლოდ მთავრობის წევრებს ან სამხედროებს, ჟურნალისტებსაც კი და ექიმებსაც კი. აი ამ ექიმების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გამოვიდნენ და ქართული ოცნების ყურმოჭრილმა მოდებმა დააბრეხეს, რომ არავითარი მომართვიანობა არ ყოფილა ჩვენთან და არავითარი მძიმე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ ყოფილაო. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, ეს გამოძიებამდე ითქვა ჯერ კიდევ. ხო მათ ხო არ იცოდნენ რა გამოიყენა კობახიძემ და მისმა ბანდამ, ეს თავად კობახიძეს ვერ უთქვია. გამოძიებამდე, აი მათივე შეთითქმული
გამოძიებამდეც კი განაცხადეს, რომ არა ძმაო, რა არაფერი არ ყოფილა იქ, ტყუილია BBC-ს ეს დოკუმენტური ფილმი, ეს მაია ნიკოლაიშვილი ეს. იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომარე რომ იყო სააკაშვილის დროს და საკუთარი 9 თანაპარტიელი 9 წლით ციხეში რო ჩააჯინა, რო ჩაუშვა სააკაშვილთან. და თვითონ ამის გამო მოიპოვა თავისუფლება. აი ეს ქალი, ეს არაქალი უпростоრად. გამოდის და წარმოდგენაც რომ არა აქვს, ვინ რა გამოიყენა აქციების დაშლის დროს, რა ბაბასილი და ქიმიური შხამი აპრიორი აცხადებს, რომ არაფერი არ ყოფილა გამოყენებული, რადგან არავინ არ მომკვდარაო. რახან არავინ არ მოკვდა, ესე იგი არ ყოფილა ქიმიური ლეტალური იარაღის გამოყენება. და წამება როგორ არის? ადამიანების მასობრივი წამების დროს, როცა შეიძლება ვინმე არც კი დაიღუპოს, ეს ჩვეულებრივი არის მაია ნიკოლაიშვილო? არაქალო, სააკაშვილის ნასეთქაო. საკუთარი 9 თანაპარტიელის 9 წლით ციხეში გამომკეტო საქონელო. ადამიანების მასობრივი წამება ისევე იჯდება, როგორც ადამიანების მასობრივი მკვლელობა. რადგან ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ადამიანურობის წინაშე, ჰუმანურობის წინაშე. აი ეს არის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის კომპეტენცია და მოგიწევთ იქ დაჯდომა არა მხოლოდ კოცბანდის ბომჟებს, ბოსებს, არამედ ჟურნალისტებსაც, პროპაგანდონებსაც, ექიმებსაც. აი ბიმამედის ის რო არის, ტუტუცკა, რა გვარია, კუკუზანოვა. ოჯახის სიწმინდის ერთ-ერთი მთავარი დამცველი რომ არის დღეს ვითომ. და მთელი მისი ოჯახი საქალწული აპკების კერით გამდიდრდა. და ეს ლაპარაკობს ოჯახის სიწმინდეზე და ოჯახურ ღირებულებებზე. ანუ გახორტილ ქალიშვილებს რომ ათხოვებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ხედავთ ხო? როგორი ის არის ტრადიციული ღირებულებების მატარებელი. და პლუს ამას გეი ქორწინების ერთ-ერთი აგიტატორი იყო. არ გახსოვთ კაცო? ღიად გამოდიოდა და აცხადებდა, რომ რატო უნდა აუკრძალოთ გეი ქორწინებაო. აი მე რო გეი ქორწინების ასაკრძალავად 250,000 ხმას ვაგროვებდი და კონსტიტუციით ავაგრძალინეთ მე. აი კუკუზანოვა, ნინო და სხვაებიც კიდევ ქართული ოცნების იგივე კობახიძეები და სხვაები. ამბობდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის და რატო უნდა იყოს აკრძალულიო. მაგრამ მე არჩევნების პერიოდი მოდიოდა და მათთვისაც მომგებიანი იყო და ჩვენც ასე დავამთხვიეთ მიზანმიმართულად, სწორედ კი, წინასაარჩევნო პერიოდს დავამთხვიეთ და ავაგრძალინეთ როგორც გეი ქორწინება, ასევე უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვაც. ესეც თქვენი მონამორჩილის ორგანიზატორობით მოხდა. აი ეს ალტინფოელები რო გამოდიან დღეს და ვითომ რომ არაბიზაციას ებრძვიან. მაშინ ალტიფოს ხსენებაც არ იყო ჩვენ როცა ავკრძალეთ ეს გეი ქორწინებაც და უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაც. მალე მიხვდება ყველა ვინ არის ეს ალტინფო, თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდარა. იქ გამოსული ათასობით ადამიანი, რა ვიცი, ერთ რამეს უნდა ჩაუკვირდეს, კაცო. მათ აქციას პოლიცია რატომ არ ერტყმოდა გარს? აი რუსთაველზე ევროპული აქციების დროს 20 კაცს რო მთელი თბილისის გარნიზონი დაძდევს. ალტინფოს აქციაზე 7 დეკემბერს პოლიცია სად იყო? არ გიფიქრიათ მაგაზე? რატომ არ გამოვიდა პოლიცია? რატომ წავიდნენ ეს ალტინფოელები სამების ეკლესიაში იმ საპატრიარქოსთან და იმ რუს ეგზარქოს შიოსთან, რომელიც არაბიზაციის მომხრე არის? რა შვაში არის ეს ერთმანეთთან? თუ ესენი მართლა არაბიზაციას ებრძვიან, რა უნდათ შიოსთან და სამების ეკლესიაში და იქ სელფები რო გადაიღეს შიგნით მღვდლებთან ერთად. ეს მღვდლები არაბიზაციას რომ ებრძვიან, ვითომ რუსიფიკაციას რატომ არ ებრძვიან? ალტიფოელ მღვდლებზე მაქვს ლაპარაკი. და საერთოდაც ამ 3 საათიან აქციაზე ერთხელ მაინც ვინმე მახსენა ალტინფოს ლიდერებისგან ბიძინა ივანიშვილი?
საქართველოს არაბიზაციაში მთავარი დამნაშავე. რატომ არ ახსენეს? ხომ ლოგიკური კითხვა არის, კაცო? თუ შენ ებრძვი არაბიზაციას, რატომ არ ახსენებ საქართველოს დამაქცევარ მთავარ არაბიზატორს ბიძინა ივანიშვილს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მართული პროცესი არის. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ალტიფოს ხელით უნდა ჩაიგდოს ხელში არაბიზაციის მუხტი ხალხში და მიანავლოს ეს და მართული გახადოს. ამიტომ არ ახსენებენ ალტიფოს ლიდერები ქვეყნის მთავარ დამაქცევარს ბიძინა ივანიშვილს. როგორც მე ვახსენებ აგერ გეუბნებით. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში მთავარი არაბიზატორი და ქვეყნის დამაქცევარი. და როცა არ ახსენებ ბიძინა ივანიშვილს და ლაპარაკობ ისე, ცუდი არაბიზაცია, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს, მთავარი დამნაშავე, რატომ არ არის დასახელებული? როგორ უნდა ებრძოლო დაავადებას, როცა არ იცი დაავადების სახელი და დაავადების სახელი არის კიბო, ჯრუსი, ჯოჯო, ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ გვარგადაკეთებული ბორის ივანაშვილი. ეს უნდა იცოდეს ყველა. ეს პროცესი არის განწერული იმისათვის ალტიფოს მიერ მართული ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ქვეყნის არაბიზაციას და ქვეყანაში ორი არაბული ქალაქის აშენებას, უпроსტად სამის. რატომ არ ლაპარაკობენ ალტიფოელები, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ ხო საერთოდ არ ამბობენ ამას ბიძინა ივანიშვილის სახელს, მაგრამ რატომ არ ამბობენ ალტიფოს ლიდერები, რომ ქვეყანაში განა ორი არაბული ქალაქი შენდება მხოლოდ კტანის ისტრეპარკში და გონიოში, არამედ თბილისის ცენტრშიც. ისანში გაბრიელ ბერისალოსის ქუჩაზე შენდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყიდული თავისი კუთვნილი მიწის ფართობზე არაბულ კომპანიაზე. რატომ არ ლაპარაკობენ ამას საქართველოს პატრიოტი ალტიფოელები, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის ცენტრში ისანში გაბრიელ ბერისალოსის ქუჩაზე 50,000 კვადრატულ მეტრზე არაბულ კომპანიას აშენებინებს 16 ცალ 55 მეტრიან კორპუსს ათასობით არაბის ჩამოსათესლებლად. ანუ შიგ თბილისში გვექნება მესამე არაბული ქალაქი. და ამაზე არ ამბობენ არაფერს ალტიფოელები, იმიტომ რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის მიწაზე შენდება. ეს ოფიციალური დოკუმენტაციაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საჯარო რეესტრში გატარებული. აი ასე, ვიცოდეთ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვიცოდეთ მგლის ქურქში თუ ცხვრის ქურქში გახოვილი მგლების შესახებ. ვიცოდეთ რომ ეს ალტიფო არის ბიძინა ივანიშვილის ბორდელის კიკუ, ისეთივე როგორც ის ხალხის ძალა, ვითომ ოპოზიცია, ისევე როგორც იაგო ხვიჩიას ბორდელი გირჩი, ისევე როგორც კაგებეშნიკი ნანა კაკაბაძის ნეიტრალური საქართველო, ისევე როგორც რუსეთის ნომრიანი აგენტის ტარხუნ მოურავის ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ალიანსი. ესენი ყველა არის ბიძინა ივანიშვილის ბორდელის კიკუები, რომლებიც თამაშობენ ფეიქ ოპოზიციას. ვითომ სარწმუნოებას ებრძვიან, ვითომ სარწმუნოების დაცვისთვის იბრძვიან, ვითომ არაბიზაციის წინააღმდეგ იბრძვიან. და ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არის და მისი მარიონეტები არიან. და არ ასახელებენ, არ ებრძვიან მთავარ უბედურებას, მთავარ კიბოს საქართველოსას. გვარგადაკეთებულ ბორია ივანაშვილს. აი ამის თქმა მინდოდა. ჰააგის ტრიბუნალისკენ ქართული ოცნების საკანი მატარებელი დაძრული არის. გაავრცელეთ ეს ვიდეო. დიდი ბრიტანეთის მთავრობა პირადად არის დაინტერესებული და უკვე ღიად განაცხადა, რომ ქართული ოცნება პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის გავრცელების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. და BBC-მ სხვათა შორის ის ფილმი მეორედაც აჩვენა. ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. გუშინ წინ აჩვენა მეორედ. პირველად აჩვენა 1 დეკემბერს და ამ დღეებში, აი გუშინ წინ ღამით მეორედ აჩვენა. დიდი
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ დაუკვირდით მარტივ ნიუანს. BBC არათუ არც აპირებს ქართული ოცნების იდიოტური ბრალდებების პასუხს, რომ ვითომ ეს არის დეზინფორმაცია. მან მეორე დაჩვენა საგანგებოდ და სპეციალურად. მეორე დაჩვენა თავის ჟურნალისტური გამოძიების დოკუმენტური ფილმი. რომ თქვა ამით, ფეხზე მკიდია ქართული ოცნების ბოდვები. მე არავითარი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი არ დამირღვევია და ფაქტებზე დაყრდნობით გაჩვენებთ აი ამას. როგორ დაწამლა მასობრივად ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოსახლეობა, მასობრივად დაწამლა და მასობრივი წამების აქტი ჩაიდინა, რაც მოგეხსენებათ, როგორც თავად BBC-ს იურისტმა ბრძანა, იმავე გედედეს ყოფილ მაღალჩინოსანთან ლაშა შერგილაშვილთან საუბრისას, რომ ბატონო ლაშა მოემზადეთ ჰააგის სასამართლოზე მოწმეთ წარსადგენად. ანუ ეს ამბავი გადაწყვეტილი არის. ახლა ყველაფერი დროის და ტექნიკის ამბავია და ქართული ოცნებამ რაც შეიძლება მეტი აგინეთ დიდ ბრიტანეთს, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს პროცესები. იხარეთ და იმრავლეთ მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ამ ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ. გაავრცელეთ ეს ვიდეო, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ პირველებმა შეიტყოთ იმ სიახლეების შესახებ, რასაც შეიძლება სხვაგან ვერ მოისმენდეთ ვერასოდეს. ფარავდეთ უფალი. გაავრცელეთ.